სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე პროკურატურამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავა. პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. კუპატაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ ამავე საქმის ფარგლებში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის სამშენებლო კომპანია აკორდის დირექტორს, პროექტის მენეჯერსა და საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ ინჟინერს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როგორც პროკურატურა ამბობს, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბიუჯეტს ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა. 2023 წელს ჩატეხილი ხიდის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია აკორდ შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის 1.5 კილომეტრიანი მონაკვეთისა და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. პროკურატურის თქმით, პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არც ერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ ასევე თქვა, რომ საქმეზე სხვა კომპანიებისა და თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. საქართველოში არ მყოფი საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოს და გაწეული მომსახურებისთვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1.172.529 ლარის ოდენობით. ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეუსრულებელი თუ ძალზედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3.899.678 ლარს. შემდგომში აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი. საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით. ლევან კუპატაშვილი პირველი არ არის, ვინც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის გარემოცვიდან დააკავეს. 30 ოქტომბერს პროკურატურამ და სუსმა ქარსელაძის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. თავად ქარსელაძის, გაბუნიესა და კიდევ სხვა პირების ქონება გაჩხრიკეს. ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე მუშაობდა. 29 ოქტომბერს ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ თქვა, რომ სამინისტროში 161 პრობლემური და 122 გადავადებული პროექტი იყო.